თავისუფლებას ვიღებთ! თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს. ამ ლოზუნგით იმართება ახლა საპროტესტო მარში ბათუმის ქუჩებში. საპროტესტო მარში გოგებაშვილის ქუჩაზე დაიწყო. თავისუფლებისთვის ბრძოლა! ჩვენი მთავარი მიზანი არის პოლიტიკური შანტაჟის და ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევა. ამიტომ დღეს ჩვენ ყველა პოლიტიკურ პატიმარს განსაკუთრებულად მინდა მივესალმოთ ბათუმიდან. პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება. პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ 13 წლის განმავლობაში უყურავთ ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება შენ ორმაგი სამართალით იბრძოლ, ამიტომ თავისუფლება პოლიტპატიმარს! მინდა მივესალმოთ ბათუმიდან ყველა პოლიტპატიმარს! მინდა მისას მივესალმო მზიალაღლობას გმირს, მართლაც გმირს, რომელმაც რეჟიმს გააწნასია. დიახ, რეჟიმი, რომელიც ის ადამიანებს ახალგაზრდებს წერს, იმ რეჟიმს უნდა გააწნასია. რეჟიმს, რომელმაც 13 წლის განმავლობაში და ვინ თუ არა თქვენ ყველაზე კარგად იცით, ნაციონალურ მოძრაობამ ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს დევნა, რას ნიშნავს შანტაჟი. ამიტომ ჩვენ შესტომაზე ბევრი რამ ვისწავლეთ, მაგრამ ხელისუფლება ვერასდროს ვერ სწავლობს. ეს ხელისუფლება ვერასდროს ვერ ისწავლის, იმიტომ რომ რუსები არიან, ამიტომ ძირს რუსეთი, ძირს თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ეს როზე ხარაზი იყო ბათუმის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან. ის მიმართავდა ახლა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ასე მოქალაქეები შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე და ისინი აწყობენ ახლა საპროტესტო მარშს ბათუმის ქუჩებში. ისინი შეუერთებიან საპროტესტო აქციას, რომელიც ტრადიციულად ყოველ საღამოს იმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, ასეთია დღეს ამ საპროტესტო მარშის გზავნილი. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. მოგესალმებით. გითხარით თქვენი ძალების შესახებ, რას ითხოვთ ამ საპროტესტო მარშში? მეგობრებო, ჩვენ როცა საუბრობთ პოლიტიკურ პატიმრებზე, არ უნდა დაგვალისწინდეს ამ ქვეყნის ჯარისკაცები. რომა შამათავა. მივესალმოთ რომა შამათავა ამ ქვეყნის გმირს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც საქართველოს პრეზიდენტი არის რეჟიმის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი თქვენ რომელიც მუნდირის დაცვას, სამშობლოს დაცვის რა ადასტურებს? ივანიშვილის რეჟიმს იკითხავს. მივესალმოთ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ ქვეყნის მომავლისთვის, ამ ქვეყნის წარმატებისთვის ის რუსული რეჟიმი. მივესალმოთ ზია ცეცხლაძე სტუდენტ ბათუმიდან. მივესალმოთ ზია ამაღლობელ ჟურნალისტს და განსაკუთრებით ჩვენ მებრძოლ ჟურნალისტებს, მათ მიმართ სოლიდარობის ნიშნად ყველა ჟურნალისტს, ვინც ქუჩაში ამ რეჟიმს ამხელს, გაუმართ! ნელა უკან ვერ გეწევათ ხალხი. თვითონ ადევნებთ საპროტესტო მსვლელობას გოგებაშვილის ქუჩაზე. საქართველოს გაუმართ! თქვენ კარგად იცით, რომ ბოლო დღეებში არაერთი საპროტესტო მარში იმართება ბათუმში, საპროტესტო მსვლელობა. ბათუმის საპროტესტო მოძრაობისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა, როცა მოქალაქეები ქუჩა შეძახილებით გამოდის საქართველოს, რომ არ დაუწყებთ ამ ქვეყანას რუსებს და ასე შემდეგ. დღეს კი ნაციონალური მოძრაობის არგონტული პარტიის გოგებაშვილის ქუჩაზე და ისინი ახლა აწყობენ სწორედ ამ საპროტესტო მსვლელობას. შეუერთებიან საპროტესტო აქციას, რომელიც დღეს აღამოსაც გაიმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ.
თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს ასეთია დღეს ამ საპროტესტო მარშის გზავნილი. What's most been a trap in our marriages? არის მიხეილ სააკაშვილი ის გავიდან მეგობრებო, აჭარიდან, ბათუმიდან ყველა პოლიტმატიმარს გამხრაობისთვის მივასალმოთ. თავისუფლება რეჟიმის მხარეს. საქართველოს ვინაიდან უსამართლობა არ არის მხოლოდ ერთი მხრივ, ანუ მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების დაკავებებით არ ხდება. საქართველოს გაუმარ! აუმარ! ფიზიკურად უსწორდებიან. ხალხ ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ შეიძლება თქვენი შვილი აღმოჩნდეს იმ მელავი მოძრაობ მეგობრებო, ხანრები ავანტოთ ტელეფონებზე. ხანრები ავანტოთ ტელეფონებზე ყველა. დავიძრათ მეგობრებო, ხანრები ავანტოთ ყველა. დავიძრათ. ქვეყანაში მართლა ხდება უკვე რუსული რეჟიმი. თავისუფლება მიშას! დღეს დაწყებული. დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ყველა პატიმარი ამის გავარკვევს. ხათო, რატომ შეიკრიბეთ დღეს ამ ადგილზე? სიმბოლური დატვირთვა აქვს რამე ამ გოგებაშვილის ქუჩას? ეს გაკეთებულია და ლევან ვარშალომიძის, აი ეს ყველაფერი რასაც ხედავთ თქვენ სილამაზეს. ყველას კარგად მაგრამ ჩვენ თაობა ძალიან კარგად ახსოვს, ლაჭყაურში ვიყავით, არა მარტო ბათუმი, არამედ მთელი საქართველო და მიშა დღეს იჯდეს ციხეში. სიმბოლურად შევიკრიბეთ იმ ადგილას, სადაც განვითარებულიყო დღეს არსებული პორტი უფრო მეტად და უფრო ბევრი უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ როცა არიან მავნეები ხელისუფლებაში, დააპაუზეს ყველაფერი. ყველასო შეიკრიბეთ იმ ადგილას, სადაც შემოვიდა რუსული გემი, ხო 2023-ში? ეს იმ დამთხოვა თუ ამ ადგილას პირადად მეც დამაკავეს. თქვენ დაგაკავეს? ერთი წლის წინ და 23 წლის ზაფხულში. სიტყვიერი შეურაცხყოფა ზუსტად იმ პოლიციელების თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! რომელმაც დააკავა ასევე მზია. თავისუფლება მიშას! ელი მოძრაობის დავიძრათ მეგობრებო, დროშები ავაფრიალოთ ყველა. შეურაცხყოფა და კარგად იცით ყველა. თქვენს დაკავებაში იყო ჩართული ირაკლი გებუაძე? უშუალოდ იყო ჩართული ირაკლი გებუაძე და მეორე ამასო. გრიგოლ ბესელია? დიახ, რომელმაც მომაყენეს, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა, აი არ ვიცი, მსგავსად განცდილება და შეურაცხყოფა. მე არ ვიცი, სიტყვიერადაც კი არ მაქვს გაგონილი. ეს დაკავების შემდეგ თუ დაკავების დროს? დაკავების დროს და დაკავების შემდეგ, აი ესე დამაყენეს პირდაპირ და აი ესე პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ. ანუ გაგინებდნენ? მაგრამ ეს არ არის ყველაფერი მოვადრო, ყველას გაეცემა საქართველოში და როცა შეიძლება ხელისუფლება, ისინი აუცილებლად ყველა კანონდამტვერვი პოლიციელი იქნება თუ უბრალოდ მოქალაქე, ყველა აღმოჩნდება იმ ადგილას, სადაც ეყავ კანონდამტვერები პატიმრებულები არიან. ზუსტად კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ ერთი დღეც კი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს მის ადგილის, ანუ ჩაიაცემებას. ამიტომ აი ესე აკონტროლოს სიტუაცია და ძარცვას ყოველი ხალხი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე რუსული რეჟიმი დასრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი დაბრუნდება სახში, დაბრუნდება იმ სივრცეს, სადაც ყველაფერს აკეთებდნენ ამ ქვეყნისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გზა, ჩვენი მომავალი, ჩვენი ქვეყნის იყო მოქალაქე თქვენის ადამიანობა ალტერნატივას ხელმძღვანელი არიდან საქართველოს ევროპაში გაუმარ! 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 ეს არის 25 იანვარი
ეს არის დღე, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად აღიმართა ევროპის დროშა თბილისში და ეს გააკეთა მესამე პრეზიდენტმა. მე ვიცი, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი ემსახურება ღირსეულად და ემსახურებოდა ღირსეულად ამ ქვეყანას. მე ვიცი, რას ნიშნავს ჟურნალისტი მზია ამაღლებელი და მისი გუნდი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. მე ვიცი, რას ნიშნავს თითოეული მათი სტატია, თითოეული მათი გამოხმაურება ყველა იმ პრობლემაზე. მე კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გავაუცხადო ზია ცეცხლაძეს, ჩვენს აჭარეს, ჩვენს ბათუმეს, ჩვენ ძალიან მოგორბით. ზია ცეცხლაძეს მინდა მის ოჯახს მხრაობა უსურვო. მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო. ნახე რამდენი დასახიჩრებული ადამიანი. ყველა დროს, არასდროს ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის საბჭოთა იმპერიის გარდა ამდენი ადამიანი დასახიჩრებული არ ყოფილა. ამიტომ მე მინდა მათ სოლიდარობა გამოვუცხადო და ყველას უსურვო თავისუფლება. ევროპულ საქართველოს გავიმარ! შეგვეცადა რომ საპროტესტო მსვლელობას მარშ ქუჩაზე ვარ სპეციალისტები მარში მოწოდება თავისუფლება მიშას თავისუფლება პოლიტიკურ პარტიებს ეს ბათუმის ნაციონალურ გოგებაშვილის ქუჩაზე შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და ისინი მათ დაიწყეს ახლა საპროტესტო მარში მსვლელობა ისინი შეუერთდებიან იმ საპროტესტო აქციას რომელიც იმართება ყოველ საღამოს ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ უცდელი მოთხოვნებით რომ ჩატარდეს ხელახლა კიდევ რა მინდა გითხრათ თუ ვინმე დღეს ელოდება რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ სამშობლოში რეჟიმი ვინმეს დაიდოს ძალიან შემწარხად ძალიან მიყვის იმ ადამიანების ვინც ფიქრობენ აქედან წავიდეთ აქედან ასე წავიდეთ ესე და ისე შემოვიდეთ თუ ვინმე ფიქრობს რომ რეჟიმი ვინმეს დაიდოს ამ რეჟიმი ვინმე შეიბრალოს ძალიან შემწარხად ხედავთ რომ ამდენი წლის განმავლობაში არაერთმა ჩვენმა ადამიანმა ჩვენმა მხარდაჭერმა ჩვენმა გულშემატკივარმა რა გამოიარა აი აქ ჩემს უკარო ადამიანებით გეხართ რა გამოვიარეთ ერთად ამ 13 წლის განმავლობაში რამდენი ბრძოლა რამდენი შრომა რამდენი ენერგია და მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანებს ვინც ფიქრობს რომ დააცალკეოს დაყოს პოლიტიკურ ჯგუფად გამოყოს არ თქვა ჩვენ ახეთ სიმბოლურად ყველა ადამიანთა სოლიდარულად ვიქნებით მაგრამ ვინც ყავს ვინც ანადგურებს ამ ქვეყანას ამიტომ თავისუფლება ყველას თქვენ ხედავთ მასშტაბს საკმაოდ ბევრი ადამიანია გამოსული დღეს ბათუმის ქუჩაში მოთხოვნით თავისუფლება პოლიტიკური პარტიებს თავისუფლება მიშას ამ საღამოს გოგებაშვილის ქუჩაზე კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები გამოვიდნენ ქუჩაში და შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე ახლა ისინი მართავენ საპროტესტო მსვლელობას მარშს და ისინი უერთდებიან იმ საპროტესტო აქციას რომელიც უკვე ყოველ საღამოს იმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ სადაც ითხოვენ იმას რომ ჩადდეს ხელახლა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ასევე გათავისუფლდეს ყველა რეჟიმის პატიმარი პოლიტიკური პატიმრები და უკვე აუცილებელი მოთხოვნაა რომ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ირაკლი გებუაძის რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია მოქალაქეს ხედავ დარიკო ჩიტადეს მოგესალმებით მინდა რომ გაგესაუბროთ თქვენც უერთდებით ამ მოთხოვნას თავისუფლება მიშას მაგრამ არც მოსაზრება რომ მან ჩაიდინა ბევრი დანაშაული ესეთი მოსაზრება ბევრი მოგვისმენია ხო ასევე ის არის ჯავრდებული გამოტანილი განაჩენი სასამართლოს მიერ ხო რატომ ითხოვთ ამას რას ეყრდნობა თქვენი ეს მოთხოვნა აბა ვნახოთ რომელი სერიოზული დანაშაულისთვის ის აი რა ბრალდებით ის სააკაშვილი რომელ პიჯაკების საქმე თაიგულის საქმე აბა რომელია ნორმალური რომ ისო სერიოზული დანაშაული ყოფილიყო ყველა სამოფიქრებდნენ მაგრამ ვერ უნახეს ვერანაირი სერიოზული დანაშაული და ჩასვეს ადამიანი პიჯაკების
გამო, ჩასვას ადამიანი თაიგულის გამო. მეგონ გავაგზავნოთ ხომ სვლელობა. მაგრამ სასწაულებას ახსოვს ხო ძალიან ბევრი და დანაშაულის ისასტიკე რაც ხდებოდა მაშინ როცა ნაცვალ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში. კი ბატონო, გეთანხმებით, ვინც მუშაობს, ის ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ჩვენ მეგობრობა კიდე იმაშია, რომ ესენი არც მუშაობენ, არც არაფერს აკეთებენ და უდიდესი დანაშაულები აქვს. დაწყებული ბარბარე რაფალიანცის ქვევრის ამბით. ბარბარე რაფალიანცით მოვიდნენ ესენი და აი ახალგაზრდების სისხლით მიდიან. რამდენი ერთი ჩამოვთვალთ, იგერ ბარბარე რაფალიანცი, იგერ დათო სარალიძე, ლევანი, ზაზ, აი ძალიან ბევრი ვერ ჩამოვთვლით, ყვავის კრიმინალი, ყვავის უსამართლობა, ყველგან პოლიცია არცაც სამართალია და აი მეტი ლოზუნგი რა უნდათ ამათ. ძვლობ გადამტოვრულ ახალგაზრდებს ხომ ხედავენ? ანუ თქვენ მიგაჩნიათ რომ სააკაშვილის რეჟიმის ტყვეა, ანუ ის დააკავა ის პოლიტიკური. რა თქმა უნდა და ეს პოლიტიკურია. სამწუხაროდ ეს რეჟიმიც პუტინის ტყვეა და ყველა ერთად ესენი დაწყებული საქონცეთი დამთავრებული სააკაშვილი თუ იმ პოლიტპატიმრების ჩართვლით ყველა არის პუტინის ტყვე. მე ამას ვთვლი პუტინის ტყვეც უყველას აბსოლუტურად. ივანიშვილიც პუტინის ტყვეა. რა თქმა უნდა. რას გულისხმობ? პირველ რიგში ივანიშვილია პუტინის ტყვე და იმით დაწყებული ყველა პუტინის ტყვეა. ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ არ ვართ პუტინის ტყვე და იმიტომ ვდგავართ აქ, სადაც ვდგავართ. და ვიდგებით სანამ არ გავიმარჯვებთ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ აშინებს ან ემუქრება პუტინი თქვათ ივანიშვილს? უეჭველი. რა თქმა უნდა. მაშინ რა გამოსავალი არსებობს? ხო ძალაუფლება დღეს ივანიშვილის ხელშია. როგორ შეიძლება ჩვენ დავიბრუნოთ დემოკრატია ქვეყანაში და ევროპული განვითარების გზა, რომელიც ახლა უკვე ჩაკეტილია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით, ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი სიმრავლით და დასავლური ქვეყნების დასამთელი დასავლეთის სანქციებით. ეს სანქციები უკვე დაწყებულია. ყბადაღებული 20 იანვარიც უკვე აღარ შერჩათ ხელს. აი ტრამპი მოვა. კი ბატონო, ყბადაღებული 20 იანვარიც გავიდა, მაგრამ უარეს შედეგებს უყურებენ რაც ხდება და ეგეც თავიანთი პუბლიკისთვის, თავიანთი აუდიტორიისთვისაც ეგ მესეჯ ბოქსიც არა აქვთ უკვე, ეგეც გაწვეთილია, ეგეც თუ მიხვდებიან, ეგეც სიცრუეა და ყველა ისინი პუტინის ტყვეები დამთავრდებიან, ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველაზე თავისუფალი, ყველაზე მაგარი ხალხი ვდგავართ აქ. რა გაძლევთ ამის იმედს, რომ ეს ბრძოლა დამთავრდება ხალხის, ანუ დემოკრატიის სასარგებლოდ? ჩანს ამის ნიშნები დღეს აქ, მე იმიტომ რომ ივანიშვილი არ იხევს უკან, ის არაფერს არ თხოვს პრაქტიკულად, პირიქით ამკაცრებს რეპრესიებს, უკვე ჟურნალისტის ჩასვლას გიზოსებს მიღმა, რომელიც შიმშილობს პროტესტის ნიშნად. ზუსტად ის მზია ამაყლობელი, პირადი ჩემი თანადგომა და პატივისცემა ქალბატონ მზიას და ყველა რეჟიმის ყველა პატიმარს, აი ზუსტად ისინი უფრო მეტი თავისუფლები არიან, ვიდრე მთელი საქონცეთი. ხო და აი იმიტომ ვართ ჩვენ მაგრები, იმიტომ მოვიგებთ ჩვენ რომ ჩვენ თავისუფალი ვართ, არაფრის არ გვეშინია და არც შეგვეშინდება. იმათ რომ ეშინიათ უკვე სახეზეც ეთყობათ. იმათ ეთყობათ სახეზე როგორი შეშინებული არის. მაგრამ არაფერს არ თმობენ, თქვენ ფიქრობთ რომ მოუწევს დათმობა და უკან აუცილებლად მოუწევს დათმობა, გამორიცხულია არ დათმობა. იმიტომ რომ ამ ხელა ერთი ხალხის განცნებს ვერ გაუძლებენ. საჯარო მოხელებიც კი იმას ამბობენ, ვის გათავისუფლებენ, სასათავისუფლებენ რომ არ დავთმობ, მაგრამ რა გამოგიშვეს. არ დავთმობ. ესე იგი, თანდათან უკვე დარწმუნებული ვარ, რაღაცად მე მართალია პოლიციაზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს. იმას მე ჩემი შეხედულებები მაქვს, მაგრამ იქაც დაიწყება რღვევა, იმ პოლიციაში დაიწყება რღვევა. იქაც არიან სადღაც ნორმალურად მოაზროვნე ხალხი. იქაც ხომ არის სამშობლოს სიყვარული, იმათმაც იციან. იქაც დაიწყება რღვევა და თანდათან ეს დროის საკითხია და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ. აუცილებლად დარწმუნებული ვარ ჩვენი სიმრავლით, ჩვენი მედგრობით, ჩვენი სამართლით, რაც მთავარია და ჩვენი თავისუფლებით. მადლობა. ეს დარიგო ჩიტაძე იყო მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. თქვენ ხედავთ მასშტაბს, საკმაოდ დიდი საპროტესტო აქცია, საპროტესტო მსვლელობა ახლა რუსთაველის ქუჩაზე. ამბარშის მონაწილეები ახლა უერთდებიან საპროტესტო აქციას, რომელიც ყოველ საღამოს იმართება ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. სწორედ ამ მართულებით მიდიან ახლა მარშის მონაწილეები.
არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. თქვენ ახლა გესმით მეგაფონიდან გაჟღერებული გზავნილები, მოწოდებები. თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს, ასეთი გზავნილები და შეძახილები გვესმის ჩვენ ამ საპროტესტო მარშზე. დღეს კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე. მათ მოაწყოს საპროტესტო მსვლელობა. ეხლა უერთდებიან საპროტესტო აქციას საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რომელიც ყოველ საღამოს 7 საათიდან იმართება აქ. მათ შორის დღეს უკვე 59 დღეს როცა დაიწყო ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში, მათ შორის ბათუმში, პრაქტიკულად უწყოთ რეჟიმში გრძელდება ეს საპროტესტო აქციები. პოლიციელები აჯანისთავების ადმინისტრაციული შენობის წინ მოგესალმებით თავისუფლება მიშას რა არის თქვენი გზავნილი დღეს ამ აქციიდან? ამ აქციაზე არის აი ჩვენ თუ გვინდა სამართლიანობა ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, პოლიტპატიმრების თავისუფლება, რომან შამათავასი, ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძის, გია სოსანაშვილის და ყველა რეჟიმის, ყველა პატიმრის. რა დასტურებს იმას, რომ ეს იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი სინდისი იყოს თავისუფალი. სინდისიერება გვჭირდება ჩვენ პირველ რიგში. რა დასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და რეჟიმის ტყვეები, რომ ამას დადასტურება უნდა? თქვენთვის რა დასტურებს ამას, რა აჩვენებს ამას, იმიტომ რომ ბევრია ესეთი მოქალაქე, ხო, ქვეყანაში ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე. ესეთი მოქალაქეები არიან მხოლოდ ხოცები და კრიმინალები, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ რეჟიმის პატიმარი, პოლიტიკური პატიმარი, რომლის მიმართაც საქმის წარმოება დაიწყო სანქცირებულმა პროკურორმა, სანქცირებულმა მოსამართლეებმა და თუ უსამართლოა ეს სასამართლო ნებისმიერი მოქალაქისთვის, უპირველეს ყოვლისა უსამართლო არის რომან შამათავასთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის, ირაკლი ფირცხალავასთვის, გია ცააძისთვის და გია სოსანაშვილისთვის. აქედან დაიწყო უბედურება ჩვენ ქართველმა ხალხმა, რომ გავჩერდით და დაუშვით ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შემქმნელი პრეზიდენტი ჩავასმევინეთ რუსულ რეჟიმს ციხეში. იმან გამოიწვია ის შედეგი, რაც დღეს არის. ამდენი უსამართლო დაჭერა, ამდენი დასახიჩრებული ახალგაზრდა და ამდენი უკანონობა. ეს ირმა შარაძე იყო მოქალაქე. ირმა შარაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრი 2013 წლიდან. თავის საქმელს ის არის საჯარო მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. სადაც თქვენ ახლა ხედავთ, რომ პოლიციელები განლაგდნენ ისე როგორც საპროტესტო აქციებზე. დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე. მათთვის რომ დღეს სიმბოლური დღეა 24 იანვარი, რადგანაც სწორედ ამ ადგილიდან 24 იანვარს დადო ფიცი მიხეილ სააკაშვილმა, როცა ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა მოაწყოს ასევე საპროტესტო მსვლელობა შეძახილებით თავისუფლება მიშას, თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს. და ხა ისინი შეუერთდნენ იმ საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, რომელიც ტრადიციულად ყოველ საღამოს იმართება აი აქ უცვლელი მოთხოვნებით, რომ ჩატარდეს ხელახლა არჩევნები ქვეყანაში, ასევე გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, პოლიტიკური პატიმრები და ასევე
ამ აქციის მოთხოვნა არის ისიც, რომ უნდა შეუჩერდეს სამსახურებრივ უფლებამოსილება ირაკლი გებუაძეს, ბათუმის პოლიციის უფროს. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს! ბანერებს ახალი არჩევნები თავისუფლების ზიარების გამოსაბათუმელების აი, უკან ეხა მასე მიდი და გაასწორებ და მოდი. Mai chiar nu dați ceva, aki banerii nu dați eu. Mai bine. როგორც ხედავთ, საქართველოს ჰიმნი შეასრულეს ახლა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. დღეს ცოტა ხნის წინ მოეწყო საპროტესტო მარში ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე. აქ შეიკრიბნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მთავარი გზავნილები, თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, თავისუფლება მუშას. Salmabit.
მეგობრებო, თქვენი არგუმენტი, რატომ არის სამართლიანი დღეს ეს მოთხოვნა თავისუფლება მიშას? იმიტომ რომ აი ზუსტად ეს პროცესები რაც მიმდინარეობს დაიწყო ჯერ კიდევ წლების უკან. ზუსტად იცოდნენ რომ ადამიანი რომელმაც ეს ქვეყანა ერთხელ უკვე რუსული რეჟიმიდან გაანთავისუფლა პლატფორმაზე გადაიყვანა და აღმშენებლობა გააკეთა. ეს იქნებოდა ყველაზე დიდი ხელისშემშლელი რომ ისევ დაბრუნებულიყო რუსეთისკენ საქართველოს. ამიტომ მისი გამოსავალი პირველ რიგში იქნებოდა დაპატიმრება და დღეს ის არის დაპატიმრებული. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამ ქვეყანაში რომ მან ჩაიდინა დანაშაულები, ასევე არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობდა ამის შესახებ. საუბარი წამებაზე, არადამე მოწყობაზე და მიხეილ სააკაშვილის ჩართულობაზე, მაშინ როცა მუშაობდა რეჟიმი. და არის ყველაზე მთავარი ის არის რომ ეს ფენომენი არის ჩვეულებრივი ნარატივი ამ მთავრობის, იმიტომ რომ ზუსტად იციან რომ ამით შეუძლიათ მხოლოდ იმ ადამიანების დაჯერება ამ ტყუილში, რომლებსაც 51 აქვს შემოხაზული სულიერ სიტყვის მნიშვნელობით. მიშა არის ის ადამიანი, რომელმაც ერთხელ უკვე ეს ქვეყანა ამოიყვანა ქვესკნელიდან, შეძლო არასოდეს სახელმწიფოდან შექმნა სახელმწიფო და ზუსტად ანუ მას არ ჩაუდენია დანაშაულები. დანაშაულები ჩაიდინა დღეს ისინი არიან პორტირებული ოცნებაში და დანაშაულს ჩადიან ისევ და ზუსტად ეს პოლიტპატიმრები, რომლებიც დღეს არიან მზიას სახელით და აი ეს დანარჩენი პოლიტპატიმრები, რომლებსაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ, ზუსტად იმ რეჟიმის რომლებიც ასევე დაასახიჩრეს საპროტესტო აქციებზე, მშვიდობიან დემონსტრაციებზე. თუ კი ბატონო რომლებიც დაასახიჩრეს მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე. ეს იყო საშინელი დანაშაული, ყველა უნდა აგოს პასუხი, მათ შორის თუ იმ პერიოდში ვინმე დააშავა, იმათაც უნდა აგოს პატივი, მაგრამ ისე ზრდიან ბიჭაკების გამო და რეალურად ეს არის ნამდვილად მოგონილი ზღაპარი ისე ამ მთავრობის სისტემა. მადლობა ლიამ გელაძე, ხო? ლიამ გელაძე. ასეთი განცხადებები კეთდება ახლა აქ ბათუმის საპროტესტო აქციაზე. ეს მოიწყო საპროტესტო მარში გოგებაშვილის ქუჩაზე. საპროტესტო მსვლელობით მოვიდნენ აქციის მონაწილეები აქ აჭარის ბატონო ჯაბა გადაიღე პირველი აქციონერი აღე რა. თქვენ რას გეტყვით? რა არის თქვენი მე რას გზავნილი დღეს გეტყვით და თავისუფლება მიშას, თავისუფლება საქართველოს და ძირს თესლები. კორექტულად ძალიან. მოგესალმებით, რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორია დღეს თქვენი გზავნილი ამ საპროტესტო აქციაზე? თავისუფლება რეფორმატორს ჩვენს მესამე პრეზიდენტს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, იმ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც ტყუილად დაიჭირა პუტინის თავად. ამას ვიტყობ ჩვენს საქართველოს და გვინდა ისევ ევროპისკენ მივიდეთ. აი მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, ხო, რას ფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს მას არ ჩაუდენია დანაშაულები თუ პრობლემა არის ის, რომ სამართლიანი სასამართლო არ იყო მის შემთხვევაში? სასამართლო არ იყო და არ დანაშაულა. პირველი რეფორმატორი არის მიხეილ სააკაშვილი. რა დანაშაული ჩაიდინა? იმ პერიოდში იყო საუბარი, ხო, კონკრეტულ მკვლელობებზე იყო სანდრო გრიგულიანის საქმე, დასახიჩრება ადამიანების საპროტესტო აქციების. მოსამართლეები დღეს მთავრობაში არიან შემდგომელები არიან მადლობა. თქვენი სახელი? მარი? არ არის. მადლობა. ასეთი მოქალაქეების განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე. თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს თავისუფლება მიშას, ასეთია დღეს საპროტესტო აქციის გზავნილები. დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე. მათ მოაწყეს საპროტესტო მსვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე, ისევ ასევე რუსთაველის ქუჩაზე და შემდეგ ისინი მოვიდნენ აი აქ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, სადაც ამ საღამოსაც ისევ ჩამწკრივდნენ პოლიციელები, მაგრამ აქ არ ჩანენ პოლიციის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის ირაკლი გებოაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომლის სამსახურეო უფლებამოსილების შეჩერებაც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უკვე ამ საპროტესტო აქციებზე, რადგანაც უკვე რამდენიმე პირი ერთდროულად საუბრობს ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე, მათ შორის მზია ამაღლობელი გამოწვევა ბათუმელების სამფუძნებელი დირექტორი საუბრობს იმაზე, რომ ადგილი ქონდა ირაკლი გებოაძის მხრიდან არადამე მოპყრობას
რომ მან სახეს შეაფურთხა მზიან ამაღლობელს დაკავების შემდეგ, ასევე არაძლევდა წყლის დალევის საშუალებას და ტუალეტის სარგებლობის უფლებას კონკრეტული დროის განმავლობაში, ასევე ცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარის სწორებას. ასევე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვარს დაკავებული რამდენიმე პირი საუბრობს ფიზიკურ ძალადობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში ირაკლი დგებუაძის მხრიდან. შესაბამისად ამ საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა უკვე გახდა ის, რომ შეუჩერდეს სამსახურებრივ უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძეს დიდრი არ დასრულდება ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება. გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს, თუმცა ეს უწყება ვერ პასუხობს უკვე ერთი კვირაა შეკითხვას, გამოეკითხა თუ არა კონკრეტულად ირაკლი დგებუაძე, ან რატომ არ უჩერდება მას სამსახურებრივი უფლებამოსილება. საპროტესტო აქციის მონაწილეები დღესაც ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას. საქართველოს გაუმართ! ჯოს! გაუმართ! ჯოს! რეჟიმის წევრების გათავისუფლებას ბათუმიდან და შემდეგ თბილისში და ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას. თქვენ ხედავთ უკვე გამოფენილ ბანერებს, მათ შორის უკვე თავისუფლება მიშას, ასეთი ბანერიც არის გამოფენილი. სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს და თქვენ ხედავთ რომ აქ გამოფენილია საპროტესტო აქციაზე დასახიჩრებული ადამიანების ფოტოები, ადამიანები რომელიც გავიდნენ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე და აწამეს, დიახ, წამმა გამოიყენა ეს ტერმინი, ამ ტერმინით შეაფასა სახალხო დამცველმაც სამართალდამცველების მოქმედება საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქვეა ბანერი თავისუფლება ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს მზიან ამაღლობელს. მოგესალმებით მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი შეძახილი პოლიტპატიმრებს, რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ადამიანებს, ვისაც რუსულმა მარიონეტულმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თავისუფლება აღუკვეთა. უპირველეს ყოვლისა დავამხნევოთ და აქედან შევძახოთ ის ნიშნულოვანი შეძახილი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის არ ეშრებოდა. მიშა! 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 მეგობრებო, მოხარული ვარ რომ უმრავლესობა ვაცნობიერებთ რომ უწყვეტობა და არ გახლავთ უმთავრესი კოზირები ჩვენს ხელში, რათა ჩამოუშალოთ რუსული რეჟიმი. ეხლა როგორ დავიწყო, მინდოდა ფიქრი ჩემი სიტყვის შესახებ, მაგრამ მინდა ყველა თქვენგანი 2 ათეული წლის უკან გადავინაცვლოთ ფიქრებში, წარმოდგენებში და ერთი საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოქალაქის ცხოვრებას შევავლოთ თვალი. თბილისიდან, ჩვენი დედაქალაქიდან ბათუმამდე მანძილი რო დაეფარა, ჩვენს მოქალაქეს ჭირდებოდა დაახლოებით 10 საათამდე. უნდა გამოევლოთ ჩაბნელებული ორმოებით რუსული გაითა და ყაჩაღებით სავსე ტრასა. მოადგებოდა ჩოლოქს, აჭარის ადმინისტრაციულ საზღვარს და იქ ხდებოდა საკუთარ ქვეყანაში საბაჟო. იმ საბაჟოზეც გაძარცვავდნენ ტრასის მსგავსად ამ ადამიანს და ისე მოუწევდა სახლში დაბრუნება. დაბრუნებულს გაახსენდებოდა, რომ მისი ანაზღაურება სადღაც 75 ლარია. მშობლის პენსია
14 ლარი და ამ დროს ყავს სახში შვილი აბიტურიენტი, რომელმაც ცოდნა უნდა მიიღოს უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებით, მაგრამ იქაც მაფია, იქაც კორუფცია და ამისათვისაც იმ დუხჭირ ცხოვრებაში ჭირდებოდა კიდევ უფრო მეტი დანაზოგი. ყველგან თელს ქვეყანაში არ იყო არსად არც გაზი, არც წყალი, არც შუქი, არც გზა, არც ჯარი გქონდა, არც პოლიცია ყავდა. შესაბამისად მოვიდა ადამიანი და ერთი ხელის მოსვლით ამ ქვეყნისგან შექმნა სახელმწიფო. ის სახელმწიფო, რომელიც გახდა სამაგალითო ყველასათვის. ამ ადამიანმა, მეგობრებო, ამ ადამიანმა შეძლო ორი ისეთი რევოლუციის მოხდენა ქვეყანაში, თან ისე რომ არავის თვლის ღერი არ ჩამოვარდნია არც ერთ ჩვენს თანამოქალაქეს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ბევრი რამ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, ბევრი რამ. საქართველო გახდა სამაგალითო ქვეყანა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფი სახელმწიფოებისათვის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც. მეგობრებო, დღეს, როდესაც აქ ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის სადარაჯოზე, როდესაც ვთვლით, რომ ჩვენი სახელმწიფო განადგურების პირასაა და მას ძალიან დიდი ჭრდილოელი მტერი ჰყავს, როდესაც ვთვლით, რომ ჩვენი ევროპული მომავალი არის საფრთხის ქვეშ და ამ დროს ვერ ვაცნობიერებთ ელემენტარული რაციონალური მიდგომაა საჭირო, რომ გავაცნობიეროთ სწორედ იმ სახელმწიფოს დასაცავად ვართ გამოსული, რომლის არქიტექტორიც მიშა სააკაშვილია, იმ ევროპული მომავლის დასაცავად ვართ გამოსული. დღეს სიმბოლურია 25 იანვარია, 21 წლის წინ პარლამენტის შენობასთან პირველმა ხელისუფალმა მიხეილ სააკაშვილმა აღმართა ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ევროკავშირის დროშა და თქვა, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ქართველები მალე გავხდებით ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრებიო. დღეს ვიღაცებს აქვთ ეტყობა, დღემდე ვერ დააღწიეს თავი კრემლის პროპაგანდას, რომელიც ათეულობით $1,000,000 ხარჯავს იმისათვის, რომ მოახდინოს ამ დიდი ისტორიული პერსონის დისკრედიტაცია. ეს ხომ რუსიფიკაციის პირველი ეტაპია. ეს ვერ გათვალა ბევრმა სამწუხაროდ, მაგრამ საბედნიეროდ ერთმნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აზრი ვერ შექმნეს მის წინააღმდეგ. მეგობრებო, ამიტომ ყველას უნდა უთხრათ, ამ ხართ და იზიარებთ დასავლურ ღირებულებებს და თუ იზიარებთ, მაშინ გეტყვით, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ევროპარლამენტის რეზოლუცია უამრავი ცნობილი, ასე მეტი ცნობილი სახელმწიფო მოღვაწის, მათ შორის პრეზიდენტების ერთობლივი პოზიციაა, რომ ეს კაცი არის პუტინის პირადი პატიმარი და ითხოვს ყველა დაუყოვნებლივ მის გათავისუფლებას. როგორ შეიძლება დაფიქრდით, როგორ შეიძლება დასავლურ ღირებულებების გამზიარებელი იყო და ამ დროს შენი პოზიცია ემთხვეობას ძალიან სამწუხაროდ კრემლისა და მისი მარიონეტული რეჟიმის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის პერსონას როცა აფასებთ. ამიტომ შავს შავი უნდა დავარქვათ, თეთრს თეთრი, თეთრს და შავს შორის ტოლობის ნიშანი ვერ დაისმება, იმიტომ რომ თეთრს როცა თეთრს უწოდებთ, შავს, ეს იქნება წინაპირობა იმ მრავალფეროვნებისა, იმ მრავალხმოვანებისა, რომელსაც ქართული სახელმწიფო წარმოადგენს მომავალში. დიახ, ჩვენ გვინდა მრავალხმოვანი სახელმწიფო. ყველანი ვთანხმდებით ამაზე. ამ მრავალხმოვნობას ვერ ეგუება რეჟიმი, იმიტომ ყავს მზია ამაღლობელი ეხლა დაკავებული. იმიტომ რომ უნდა ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა მომავალი დემოკრატიული სახელმწიფოს გარანტად, რომ წარმოგვიდგენია. იმიტომ ყავთ ახალგაზრდა ზვიად ცეცხლაძე დაკავებული, რომ უნდა ახალგაზრდების შემართება, ის განსხვავებული მენტალობა მოკლან, რომელიც ევროპულ ოჯახში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. იმიტომ ყავთ რომა შამათავა და სხვა პატრიოტი ადამიანები, რომ სწორედ ისინი იყვნენ, უნდა გახდნენ ჩვენი მომავალი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი. იმიტომ ყავთ თეატრის მსახიობები დაკავებულები, რომ კულტურის განადგურება უნდათ.
უნდათ ყველაფრის მოსპობა, მეგობრებო. და ჩვენ ამ ყველაფერს ვერ შევეგუებით, ვერ დავჯდებით, გულხელდაკრეფილი ვერ ვიქნებით რაღაც უნიათო დამკვირვებლის როლში, ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. თავისუფლება მისას საქართველოს გაუმარ! 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 მეგობრებო, ამ ქალაქს ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი ყავდა. მაგრამ მე მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ეხლა პოეტი, მწერალი, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ის მომავლის მწერალია, მისი შემოქმედება დროს უსწრებს, ძალიან პრინციპული ადამიანი, ამ ქვეყნის პატრიოტი, მოქალაქე გიორგი ტუღუში. დიდი მადლობა. ჩემთვის დიდი პატივია, მეგობრებო, ეს წარმოვიდგინეთ თქვენს წინაშე და ერთი-ორი სიტყვა თქვა ადამიანზე, რომელმაც ტალახისგან მოზილა სახელმწიფო. ჯორჯ ორუელი, დიდი ბრიტანელი ესეისტი და მწერალი, წერდა თუ კარგად მახსოვს ცხოველების ფერმაში, რომ ყოველი ადამიანი იწვის პირადი ინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასია, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხორციელი მისწრაფებები, მიწიერი ღნებები, პირადი სატკივარი და ნორმალურია, რომ მივეწოდეთ ამ ყველაფრის რეალიზებას. მაგრამ მას დაავიწყდა, რომ არსებობს რაღაც კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პირადი ინტერესების დაკმაყოფილება და ამას ქვია ემპათიურობა, თანამგრძნობელობა, თან ადამიანის გასაჭირის განცდა და მე ვფიქრობ, რომ ადამიანი გულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ტალახისგან მოზილა სახელმწიფო, რომელმაც ქვეყანა შეუქმნა საგადასახადო სისტემა, აშენა ქალაქები, შექმნა იუსტიციის სახლები, რომელიც ხელით მისაკუთრებელი იყო, ამ ემპათიურობას იმსახურებს. მე-15 საუკუნის შემდეგ, როდესაც თემურლებმა ქართული სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გააუქმა და ნოინები დასვა, საქართველოს თუ არ ჩავდით 1918-1921 წლებს, სახელმწიფო არ ჰქონია და პირველად 500 წლის ახლოსა, პირველად 500 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ქართველებს შეუქმნა სახელმწიფო. მე რა უნდა ვთქვა ამაზე მეტი, განარჩენი ქართველმა ხალხმა ყოველ შემთხვევაში მისმა ინტელექტუალურმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, ვისაც შეუძლია დიალექტიკური აზროვნება და თეთრის გარჩევა შავისგან, სხვათა შორის ჩვენ შოთა რუსთაველმა დაგვიბარა, ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავის ფერითაო და ეს პირდაპირი მოწოდებაა უდიდესი ქართველისა, რომ ჩვენ ვიაზროვნოთ მრავალწახნაგოვნად. სამწუხაროდ დღეს ეს ჩვენს საზოგადოებას აკლია, მაგრამ მოვა ამის დროს და დაე მიხეილ სააკაშვილს არასდროს ენახოს საკუთარი ხელებით აშენებული საქართველო დანგრეული. თავისუფლება მიშას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა გავამხნევოთ ყველა პოლიტიკური პატიმარი, თავი ეს ძალიან მერჩის სავარაუდოდ კოცია. ხო, კი, ნამდვილად. მაგრამ მოვათვინიერეთ და ამათაც მოვათვინიერებ. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავხადო ყველას ადამიანს, ვინც იბრძვის ეს დღეები აქ და ძალიან ბევრი ადამიანს ხედავთ და თითოეულ თქვენთაგანს. და მინდა მადლობა გითხრათ და კიდევ ერთხელ საქართველოს გაუმარჯოს პოლიტპატიმრებს, თავისუფლებას უსურვებ, ეხა ბონჯოს მინდა თედორაძეს ვთხოვო. დიდი პატივია მეგობრებო, თქვენთან ერთად ყოფნა და თქვენთან ერთად დგომა. 2012 წლიდან თქვენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ ყველანი ვებრძვით რუსულ გავლენებს ამ ქვეყანაში და დღეს შეგვიძლია ყველამ ვთქვათ, რომ რუსული გავლენების და რეჟიმის დამკვიდრების მცდელობა კი არა, რუსული მარიონეტული ხელისუფლების პირობებში ვცხოვრობ, სადაც ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც არიან პროდასავლურები, რომლებიც წერენ პროდასავლურობაზე და ახალგაზრდებს, ვინც ევროპულ ღირებულებებს, ილიასეულ გზას იზიარებს და ეს ხალხი დღეს პუტინის მარიონეტული რეჟიმის ციხეებში არის გამომწვრეული. ამიტომ ყველამ ერთად გავამხნევოთ და შევძახოთ თითოეულ მათგანს. თავისუფლება მიშას!
თავისუფლება მზიას თავისუფლება ზვიათს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს ქალბატონმა მზიამ ამ ქვეყანაში იმდენი წერა თავისუფლებაზე და თავისუფალ სიტყვაზე რომ რუსულმა რეჟიმმა ვერ აიტანა ეს და მისი პირველი პატიმრობა რუსული ტყვეობა ზუსტად რუსული მარიონეტული ხელისუფლების პირობებში მიმდინარეობს დღეს. ამიტომ ის ძალიან მალე იქნება თავისუფლებაზე, რადგან ყველას გვჭირდება ზუსტად მსგავსად მოაზროვნე ადამიანი და ის კალამი, რომელიც თავისუფლებაზე ბევრს საუბრობს ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი ისტორიული არჩევანი პირველად ვინ შეასრულა ამ ქვეყანას და მიხეილ სააკაშვილს რა უკეთებია საქართველოსთვის, რომ ჩვენ ყველანი ევროპული კულტურის და ევროპული დიდი ოჯახის მოზიარენი ყოფილიყავით. ამიტომ დღეს ყველაზე დიდი უსამართლობა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და ჩემმა მეგობარმა კახა მიქელაძემ მას დიდი მადლობა იდეისთვის თევანდელი ღონისძიების. სწორად თქვა, რომ მთელი მსოფლიო ცივილიზებული სამყარო ლაპარაკობს იურიდიულად, არა მხოლოდ სიტყვებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა გავიზიაროთ, რომ დღეს მოწონებაზე და არ მოწონებაზე არავინ არ საუბრობს. დღეს ჩვენი მეგობარი ყველა არის, ვინც რუსულ რეჟიმს ებრძვის და არც ერთ თქვენთაგანს ნაციონალური მოძრაობის არც ერთ წევრს ზურგი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში არ გიჩვენებია. ჩვენ ვდგავართ ყველას გვერდით. როცა ეს ჭირდებოდა ქვეყანას, როცა ეს ჭირდებოდა სხვადასხვა პარტიებს, როცა ეს ჭირდებოდა ჟურნალისტებს, როცა ეს იყო თავისუფალი აზრის წინააღმდეგ მიმართული და ამიტომ ვინ თუ არა ჩვენ ვიმსახურებთ პატივისცემას ამ ქვეყანაში და ამ პატივისცემას ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ. ვივლით ყველგან კარ-და-კარ. ყველას დავარწმუნებთ, რომ უნდა გამოვიდეს ქუჩაში და უნდა გაბევრდეს და გაძლიერდეს ეს ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, განსაკუთრებით დედაქალაქში. მადლობა თითოეული რეჟიმის ტყვეს თავისი გმირობისთვის, თავისი თავგანწირვისთვის. ჩვენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩავიცვამთ ქალამნებს, ვივლით სოფელ-სოფელ, ოჯახ-ოჯახ და ქუჩზე კაც გამოვიყვანთ, მაშინ როცა ამ ქვეყანას დაჭირდება გადარჩენისთვის ბრძოლაში. თქვენ გაგიმარჯვოთ და მადლობა ყველას. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა არდაკლისთვის. თქვენზე დიდი პატრიოტები არ არსებობს ამ ქვეყანაში. ბათუმი ყოველთვის იყო ამ ბრძოლის ავანგარდში. ამ წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში ბათუმში ყოველთვის სიტყვოდა მართალი სიტყვა და მე მინდა ირაკლი ფავლენიშვილს თქვაო. აში მეგობრებო, აში გავაცნეო. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ჩამოვედით მე და ჩემი მეგობრები თბილისიდან, სადაც ყოველდღე ვართ შორის ვართ აქციებზე. ძალიან სიმბოლურია, რომ ბათუმი არის ყოველთვის ბრძოლის ავანგარდში და ეს სიმბოლურია მიხეილ სააკაშვილისთვის, იმიტომ რომ თუ ვინმე მიცის აჭარის მნიშვნელობა, თუ ვინმე მიცის მათ შორის რა თქმა უნდა ბათუმის მნიშვნელობა, არის მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმი აქცია ახალი, თანამედროვე მოდერნული საქართველოს განვითარების წინსვლის სიმბოლოდ. დიახაც, როიალ ქარიბიანი უნდა იყოს, ეხა აქ და უნდა შემოდიოდნენ დასავლელი ტურისტები. აქ უნდა იყოს, რაც დაანგრიეს, ბევრი რამე სხვათა შორის რაც აშენებული იყო, ის დაანგრიეს, ხო, ჭაჭის კოშკი დაანგრიეს და ის განვითარების ტემპები, რაც იყო ბათუმში, შეაჩერეს. კორუფციის ბუდედ აქციეს ეს ქალაქი და რა თქმა უნდა, გამარჯვების ისტორია უნდა დაიწეროს ბათუმში. იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილის თანამედროვე საქართველოს იდეა, ეს იყო მოდერნული საქართველო, დასავლური ტიპის სახელმწიფო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, სადაც ბიზნესი არის აყვავებული, სადაც ძალიან ბევრი ინვესტიცია შემოდის, რომელიც არის რეგიონის ლიდერი. განსხვავებით დღევანდელი საქართველოსგან, რომელიც არის მაჩანჩალა არა მარტო ევროპის მასშტაბით, არამედ რეგიონის მასშტაბით. და ეხლა ოცნება გვეხაჩება ფორმატში, სადაც 3+3, ანუ 3 ძირითადი ქვეყანა და 3 ზევიდან დამატებითი ქვეყანა, ანუ რა ისი თქვას ხო ამ ოცნების წარმომადგენლებს, რომ ოფიციალურად გავხადონ მაჩანჩალა ქვეყანა, რომელიც იყო რეგიონის ლიდერი და რომელიც აუცილებლად იქნება რეგიონის ლიდერი იმის შემდგომ, რაც ამ რუსეთის აგენტურას გავყრით ისევ ხელისუფლებიდან და რა თქმა უნდა, პირველი ვინც უნდა გათავისუფლდეს, ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი. არ შეიძლება რა თქმა უნდა სხვა პოლიტპატიმრები, მაგრამ როცა საუბრობთ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელობაზე,
პირველი პოლიტპატიმარი არ უნდა მოგვერიდოს ამის ხმა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკური პატიმარი. ის მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესის გამო არ არის დაკავებული. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კი არა აღორძინა მარტო. აღმოსავლური პარტნიორობის ფორმატი, რომლითაც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი კი არ მოხდა მარტო, არამედ სხვა ქვეყნების, მოლდოვის, უკრაინის. აი ეს ფორმატი არის ერთ-ერთი ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი. ის არის ზელენსკის მეგობარი, ის არის მაია სანდუს მეგობარი, ის იყო კაჩინსკის მეგობარი. ყველა ვინც ებრძვის რუსეთს, ვინც ებრძვის პუტინს არის მიშას თანამებრძოლი. ამიტომაც მიშა არის არა მხოლოდ საქართველოს პატიმარი, ეს არის რეგიონალური, ევროპული დიდი მოძრაობის ლიდერი და არის გეოპოლიტიკური პატიმარი. როდესაც რუსეთი დამარცხდება, როცა ბოროტების ღერძის ქვეყნები დამარცხდებიან ამ რეგიონში, აუცილებლად გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი და ეს დღე არის ძალიან მალე, უახლოეს მომავალში. თავისუფლება მიშას, თავისუფლება საქართველოს. და დიდი მადლობა იმ ბრძოლისთვის, რომელსაც ჩვენებთ. ძალიან მაგარი გუნდი ყავს აქ. რეზო, ლევან, არ მინდა რომ ვინმე გამორჩეს ხო ახალგაზრდები, საგერ ლაშა, ედო და ძალიან მაგარი გუნდი ყავს თლიან დაჭარაში და რა თქმა უნდა მე გუჯაც და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეება გამორჩეს კიდევაც, მაგრამ თავარი ის არის რომ ეს გუნდი არის აი რაც ბონდომ თქვა რა. არასოდეს ზურგი არ უჩვენებია პუტინისთვის. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია თავისუფლად თქვას და ერთადერთი გუნდი, რომ ჩვენ ზურგი არ გუჩვენებია ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რომ ჩვენ ისტორიულად ვართ მართლები, ვართ ჩვენ მიშას გუნდის წევრები და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოსთან ერთად. მადლობა. მე მინდა მთავარი რაღაც პატარა ჩანართივით გავაკეთო და აუცილებლად მინდა იცოდეს ყველამ და ბონდომ თქვა რომ ჩვენ ყველას გვერდით დავდგებითო. ჩვენს გვერდით, ჩემს გვერდით მაგალითად როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც ამ ქალაქის აქტიური მოქალაქისთვის მე ჩემთვის მთავარი ამოცავალი წერტილი, როცა რაღაცას ვეძებდი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, იყო ადამიანები, ჟურნალისტები განსაკუთრებით და გამოცემლობა ბათუმელები და ნეტგაზეთი და ამ მნიშვნელოვანი ჩემი ინფორმაციის წყაროს ასე ვთქვათ აი ამ პროცესში ამ ორგანიზაციას ჩემთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი მე გამოვყოფ ამას იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და მე ყოველთვის ვიყენებდი მას როგორც სანდოს, როგორც საიმედოს, როგორც სიმართლის თქმას და მე მინდა აქ ვდგავართ იმისთვის რომ ჩვენ სოლიდარულები ვიყოთ ყველას მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ ქალბატონის მიმართ, ვისაც მზია ამაღლობელი ქვია. იმიტომ რომ ჩვენი რეგიონისთვის თან აჭარელია მაგარი გოგოა და მე მინდა მას სოლიდარობა გამოუცხადო და მე მინდა უთხრა რომ ჩვენ ყოველთვის თითოეული ჩვენთაგანი ვიდგებით აქ იმისთვის სანამ მისი თავისუფლება ისე როგორც ყველა პოლიტპატიმრის თავისუფლება არ დასრულდება და მე მინდა მას მადლობა უთხრა აი ამ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ეხლა მინდა ირმა შარაძეს ვთხოვ რომ ძალიან კარგ ადამიანს გამარჯობათ მეგობრებო, პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ მოხვედით და ითხოვთ მიშას თავისუფლებას. მიშას თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ყველას სინდისის თავისუფლებას. იმიტომ რომ თუ არ იქნა მიშა ისევ მოგვიწია ამ ბანერის ასე ტელევიზიები მოდი წამოყევით ხო ტელევიზია მაიწყოს და წამოყევით ასე რა თქო ასე მოუტრია როგორც ეს ტექნიკური ხარვეზია, რის გამოც შეწყდა სიტყვით გამოსვლები, ეს განხდება Ხედავთ გავუფრენ ბანერს ამ საპროტესტო აქციაზე სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს გამოფენილია იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც დაასახიჩრეს, აწამეს, იძალადეს მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თბილისში რუსთაველის გამზირზე. და შესაძლოა ჩვენ ამ ძალადობის არაერთი მტკიცებულება ვნახეთ
მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან და დრომდე არც ერთ სამართალდამცველს არ უგია პასუხი, ისე როგორც ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან უშუალოდ ძალადობაზე საუბრობს დღეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის მზია ამაღლობელი, გამოჩნდა ბათუმელების დაფუძნება და დირექტორი, მაგრამ ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი დღებუაძეა. გამოძიების დასრულებამდე ძალიან ლოგიკური მოთხოვნა ჟღერდება ამ საპროტესტო აქციაზე, რომ უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დღებუაძეს, მაგრამ ეს მოთხოვნაც კი არ შესრულებულა. ის ბათუმის პოლიციის უფროსია. საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნაა, რომ ჩადარდეს ხელახლა საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში, ასევე გათავისუფლდნენ რეჟიმის პატრონები. დღეს კი ამ საპროტესტო აქციაზე ისმის მოწოდებაც თავისუფლება მიშას. დღეს ისინი შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც პირველად დადო თავისი საპრეზიდენტო ფიცი მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ 24 იანვარს. შემდეგ მოეწყოს საპროტესტო მარში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც უკვე 59 საღამოა იმართება ბათუმში, ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობის წინ. შეიძლება ითქვას, რომ უწყვეტია პრაქტიკულად ეს საპროტესტო აქციები ქვეყანაში, ეს აქციები იმართება როგორც ბათუმში, თბილისში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტთან დღეს ისმის პროტესტის ხმა და ძალიან მკაფიოა მოქალაქეების შემართება, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას ამ ბრძოლის შეწყვეტას, პირიქით უფრო ძლიერდება და ხალხმრავალი ხდება წინააღმდეგობა და მოქალაქეების გზავნილი არის ძალიან მკაფიო, რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას, ვიდრე არ შესრულდება მთავარი მოთხოვნა და არ დაუბრუნდება ქვეყანა ევროპული განვითარების გზას, რომელიც ჩაკეტა ქართულმა ოცნებამ და მასობრივი საპროტესტო აქციები სწორედ მას შემდეგ დაიწყო 28 ნოემბრიდან, როცა ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ის აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, რაც კრიტიკულად მიუღებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის საქართველოში. რადგანაც ძალიან მარტივი წარმოსადგენია, რა შეიძლება ნიშნავდეს ამ ქვეყნის საქართველოს მარტო დატოვება, პარტნიორების გარეშე დატოვება, აგრესორი რუსეთის პირისპირ, რომელიც აჩენს პრაქტიკულად უდიდეს საფრთხეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და ნიშნავს ყოფნა არ ყოფნის საქმეს. ამ დროს, როცა ასეთი კრიტიკული ვითარება ქვეყანაში საპროტესტო აქციის მონაწილეები თვლიან, რომ არ არის ეხლა შინჯდომის დრო, ან ამ საპროტესტო მოძრაობის შეწყვეტის დრო, რადგანაც აქტიურად ცდილობს ეხლა ივანიშვილის რეჟიმი, რომ დაამყაროს დიქტატურას, ის პირობები, რაც ყველაზე ხელსაყრელია პუტინისთვის და რუსეთისთვის და ჩვენ გვესმის ბოლო დროს ძალიან ბევრი განცხადება, თუ როგორ აკრიტიკებენ ივანიშვილს დასავლეთიდან და ჩვენ პრინციპში აღარ ყავს პარტნიორი დასავლეთში, ქართულ ოცნებას აღარ ყავს პარტნიორი, შეიძლება ითქვას. ჩვენ ვხედავთ, როგორ მკაცრდება ის სანქციები, რომელსაც უწესებენ ივანიშვილს და ასევე არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგალითად დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი შეიძლება ითქვას, არის უკვე მაგნიცკის სიაში და ასე ვხედავთ, როგორ ემთხვევა ერთ-ერთში ქართული ოცნების განცხადებებს პუტინის და კრემლის მაღალჩინოსნების განცხადებები. ამიტომაც მოქალაქეების პასუხი დღეს ამ ყველაფერს არის ძალიან მკაფიო, რომელიც წინააღმდეგობა არ უნდა შეჩერდეს, პირიქით უნდა გაძლიერდეს, ვიდრე ქვეყანა არ დაუბრუნდება ევროპული განვითარების გზას და არ დარჩება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რომელიც საფრთხეს გააჩინა. თავისუფლების კვარტალში ვიკრიბებით, მთელი ბათუმი იკრიბება აქ და მე მინდა ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა აბსოლუტურად ვინც პროდასავლურია, ყოველთვის ფიქრობს, რომ ჩვენს ქვეყანაზე დღეს და ჩვენ როცა აქ ბათუმში ვიკრიბებით, ჩვენთვის ეს ადგილი არის მართლაც თავისუფლების კვარტალი. და მე მინდა თემოსთხოვო ყველაზე გამორჩეულ ძალიან კარგ ადამიანს. გამარჯობათ. ჩემზე ალაპარაკობდა მე მგონი, იმიტომ რომ გამორჩეულებში არ გავდივარ მე. ზოგადად ხშირად არის ხოლმე, არა ვარ მე რაღაცა მიტინგის კაცი და ეგეთი რაღაცეების, ხშირად არის ხოლმე კითხვა, რომ
აი რატო არის რომ პროპაგანდა მოახერხა ის რომ მიშას თავისუფლებაზე მე აქ უყურებ და ბევრი პარტია არ არის. მარტივი ამბავი არის რუსული პროპაგანდის ამბავია ეგ იმიტომ რომ ვინც არ არის პუტინის მხარეს დანარჩენი ყველა არის ნაცი. და მე ნებისმიერ ადგილას ვინც პუტინის მტერია დავდივარ ხოლმე იმ მოტივით რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მეგობარი და ნებისმიერ შემთხვევაში ქართული სასამართლოს მიერ მორუსეთის მიერ გასამართლებული ვინც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა მისი გვარი ვინ იქნება სააკაშვილი ამაღლობელი გორგაძე თუ რავი სამჭკუაშვილი ყველა არის პოლის პატიმარი იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანმა ვიცით რომ ამ სასამართლოდ წოდებულ რაღაცა კლანის თუ ბანდის თუ არ ვიცი რა დავარქვა ამათ მიერ გასამართლებული ადამიანი არ შეიძლება იყოს სამართლიანად გასამართლებული ადამიანი მათ შორის არავინ იმიტომ რომ ბოლო პერიოდში რასაც ესენი აკეთებენ ამ რუსული აქციებიდან მოყოლებული კონვეიერული სისტემა აქვს და ბათუმში გვაქვს ესეთი ტერმინი რომ პირველ დღეს რაღაცა 500 ლარით დაჯარიმებენ მერე 5 დღიანი პატიმრობით მერე 8 დღიანებით და ერთმანეთში ვიცინით ხოლმე რომ დღეს რიანების დღეა თუ 12-იანის და კონვეიერულად მიყვებიან 5 დღე 8 დღე 12 დღე და ამ შემდეგ ამიტომ არ მინდა რომ გავაგრძელო თავისუფლება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნებისმიერ პატიმარს ვინც ამ ქვეყნის სასამართლოთი არის გასამართლებული ყველა ამათგანი არის პოლიტიკური პატიმარი ჩემ თვალში სანამ არ გვექნება წესიერი ნორმალური სასამართლო მადლობა თქვენ ეს თემურ გორგაძე იყო პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში და აბსოლუტურად ვიზიარებ ეს აუბრუნდა იმაზე რომ რუსული პროპაგანდამ შეძლო საქართველოში ის რომ რაღაც გამიჟოდა ყველა პარტია თუ ადამიანი აი მოთხოვნას თავისუფლება მიშას ნაციონალურ მოძრაობას ამიტომაც ის თulis რომ დღეს უნდა ყოფილიყო მოსულიყო ამ აქციაზე სადაც დღეს მარში მოეწყოს უმრავლეს შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა რომელიც ჩამოვიდა სამტრედიდან სპეციალურად აქციაზე სადაც იმართება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით შემოგვიერთდა და მადლობა მას. მოგესალმებით. ჩემო ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულო ადამიანებო. თქვენ ყოველთვის სადახართ. ნებისმიერ დაძახებაზე, ნებისმიერ დროს გადახართ რომ ქვეყანა დაიცვას. ჩვენი ქვეყნისთვის ამე გაათიოთ და ნებისმიერ წესში საქართველოს ნებისმიერ წესში ჩახვიდეთ და იბრძოლოთ. დღეს მთელი საქართველო გარეთ არის. ვიცავთ ევროპულ მომავალს, ვიცავთ ჩვენ შრომით და ბრძოლით შევხვდით სახელმწიფოს. მიხეილ სააკაშვილის მიერ შევხვდით სახელმწიფოს ვიცავთ. და ამისთვის აი ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი იზრდება დღეს და მიხეილ სააკაშვილი არ არის მარტო საქართველოს პატიმარი და არ არის მხოლოდ საქართველოს შესაძლებელი პატიმარი. ეს არის მასაც სოფლიო პატიმარი რომელმაც ებრძოლა და ებრძვის რუსეთს და დღეს ყველა საქართველოს მოქალაქე უნდა დავიდეს და ვთქვათ რომ თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს თუ გვინდა რომ ეს ბრძოლა მივიდეს წერტილამდე და შედეგი კონდეს დღეს მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გარეთ დღეს ზია ამაღლობელი უნდა იყოს გარეთ დღეს ყველა სინდისის პატიმარი უნდა იყოს გარეთ რომ ჩვენ ეს ბრძოლა მოვიგოთ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ თქვენი ბრძოლით თქვენი დაუღალავი ბრძოლით და ნებისმიერი ქართული დაუღალავი ბრძოლით ამ ბრძოლას მოვიგებთ და ჩვენ ღირსეულად შევართ ევროპაში. ჩვენ მართლაც ღირსეულად შევართ. ისე კი არა, ხოცები რო წერენ. ღირსეულად შევართ. ღირსეულად შესვლა იქნება ჩვენი შესვლა, ჩვენი ბრძოლის შესვლა. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება გზია ამაღლობელს, თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს და თავისუფლება ყველა სინდისის პატიმარს. მადლობა ყველას აი ამ ბრძოლისთვის. მადლობა მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ღირსეული სახელმწიფო შექმნისთვის და მადლობა ყველა პატიმარს, რომ მათ ბრძოლას ეკდება შედეგი და მათ ბრძოლას ეკდება მიზანი და შედეგი. დიდება საქართველოს და თავისუფლება პოლიტპატიმარს. ასეთია მოქალაქეების გზავნილები და მათი მიმართვები ბათუმის საპროტესტო აქციაზე. საქართველოს ისმის ამაში.
საქართველოს ისტორიის მემატიანე დიდი ლევან ტანიკიძის შვილიშვილი ახალგაზრდა ლევან ტანიკიძე მოგმართავს ეხლა სიტყვით. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს გვერდით დგომა. ჩვენ მოვდივართ თბილისიდან, რუსთაველის გამზირიდან, სადაც უკვე 2 თვის განმავლობაში არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი კერა, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და მე მადლიერი ვარ თქვენი ბრძოლის იმ 12 წლიანი უშრეტი წარმოუდგენელი წინააღმდეგობის, რამაც ჩვენ მოგვიყვანათ დღემდე, რომ ივანიშვილის ოცნება დასრულებული საქართველოს შესახებ არ არის ასრულებული და ამიტომ ჩვენი როლი ამ საქმეში ყოველთვის იყო განსაზღვრელი და ახლაც გადამწყვეტი იქნება. დღეს მე ვარ უმნიშვნელოვანეს აქციაზე, პოლიტპატიმრების აქციაზე, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც დღეს იბრძვის ჩვენს გვერდით, აქვს კომპლექსი, რომ თქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი. ადამიანი, რომელსაც ასამართლებს სანქცირებული სასამართლო, ადამიანი, რომელსაც საქმეები შეუკერა FSB-ს აგენტმა ფარცხალაძემ, რომელსაც ღიად ემუქრება ვლადიმერ პუტინი როგორც მის მთავარ მტერს, ეს ადამიანი როგორ შეიძლება არ იყოს პოლიტიკური პატიმარი. ის დღეს ისჯება იმისთვის, რაც შექმნა აჭარაში, რომ აჭარა წაართვა რუსეთს, აჭარა გამოგლიჯა იმ რეჟიმს, რომელიც ივანიშვილამდე აღჩობდა ამ შესანიშნავ კუთხეს, რომ 2008 წელს არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა და ის არის ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც გადაარჩინა ქართული სახელმწიფო აგვისტოს უმძიმეს დღეებში. და ამ კაცის პოლიტიკური პატიმრობა არის დიდი სირცხვილი და მის პოლიტიკურ პატიმრობაზე არ საუბარი უფრო დიდი სირცხვილი. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ სულ მალე კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით, ჩვენ არავისთვის არ დაგვიმადლია ჩვენი ბრძოლა, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვიბრძვით ქართული სახელმწიფოსთვის და დღეს, როდესაც 50 ადამიანზე მეტი კიდევ დაემატა პოლიტპატიმართა სიას და მე შეუძლებელია იყო დღეს ბათუმში და არ ახსენო გზია ამაღლობელი, ადამიანი, რომელიც არის მაგალითი ბრძოლის, ქართველი ქალის, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, არ იხრის ქედს რუსეთის წინაშე, არ იხდის ბოდიშს ანწუხელიძის მკვლელის წინაშე. ეს არის მხარე, რომელსაც ყოველთვის ნათქვამი აქვს ამ ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი სიტყვა. მე მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად და მე მჯერა, რომ სულ მალე ამ ქვეყანაში აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფლებაზე და ბიძინა ივანიშვილი ან იქნება ციხეში, ან მოუწევს რუსეთში გაქცევა. გაგიმარჯოთ ხალხო, საქართველოს გაუმარ! 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 დიდი მადლობა. ასეთი გაწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე თქვენის ფერით გააცხადებებს და მიმართვებს, რომელიც აქ ჟღერდებოდა მეგაფონიდან, ასე მოვისმენთ მოქალაქეების შეფასებები. დღეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურთან იმ ადგილას, სადაც პირველად დადო თავის საპრეზიდენტო ფიცი მიხეილ სააკაშვილმა, სწორედ 24 იანვარს, ამიტომაც დღეს შეკრებილები თვლიან, რომ ეს იყო სიმბოლური შეკრება გოგებაშვილის ქუჩაზე. შემდეგ ისინი საპროტესტო მსვლელობით შეუერთდნენ აქციას ბათუმში, რომელიც დღესაც იმართება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე 59 დღეა უწყლოდ რეჟიმში გრძელდება ეს საპროტესტო აქცია. ახლა ისევ გამოფენილია ბანერები სოლიდარობა რეჟიმის პარტნიორებს, თავისუფლება მიშას, ასე აქვე არ გამოფენილი ბანერი, თავისუფლება მზია ამაღლობელს, გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს, მის დამფუძნებელს და დირექტორს, რომელიც უკვე 2 კვირა 14 დღეა შიმშილობს ციხეში პროტესტის ნიშნად.
ის პოლიტიკური პარტიმარია და ჩვენ დღეს არაერთი მეგობრებო, არაერთი საერთაშორისო დღეს ორგანიზაციის ბათუმმა საქართველოს ძალიან ამაგი და სამართლებრივი დიალოგი შეწყდეს, რადგანაც ეს თემა არის უკანონო და მისი არც დაკავების და არც პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი კარგი ქართველი გოგი მურვანიძე არ არსებობდა. უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი კახაძიძე, რომელიც რამოდენიმე წლის უკან მივაბარეთ სამუდამო დაცხოვრებაში. მოდით უთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ამ დიდ ქართველებს და უკრაინა საქართველოს თავისუფლებისთვის ებრძოლ გმირებს. უთიერი დუმილით თოთ მივაგოთ პატივი. მადლობა. ამ საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნა ხელახლა არჩევნების ჩატარება ქვეყანაში, რადგანაც ძალაუფლება არის მიტაცებული და ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მას არაერთი ასე მოთხოვნა რეჟიმის ყველების განთავისუფლება. მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერგიო თავს მე გაწევდით რომ სიყვარული კიდევ აღარ გავს იცი ყოველთვის დაყვერდა ლონდონის საღამო ბაზარში დაბნელო აქციაზე ჩვენ ვჩვენებთ ამ აქციაზე და უცებ მოგიგობინათ მომხდარი ამბების შესახებ მადლობა ყურადღებისთვის დროებით სიყვარული აზრი აღარ აქვს ძლებს მითხარი რომ ეს განს და ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ ქალს მე ძველ ფოტოებს ჩემი გულის ცეცხლზე ვწვავ მე ჩემი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს ამდენი ხანი ვამბობ რასაც არ ამბობენ სხვას მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურევ სხვას მე აღარ გადმოვცურევ სხვას მე აღარ გადმოვცურევ სხვას ჩვენ გაჩორებას როგორც სიტყვის გულმერიტებს და ტალიანცა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს დროიტყვის ყველაფერს რასაც ვერ მოვასწრებ რომ თქვა თემიზავთ ყველაფერს რასაც ვერ მოვასწრებ რომ თქვა და ჩემგან დარჩენილ და ფლეთილად ასტონს ბავშვები ნახავენ თუ ოდეს მე მოვიგებ თავს ჩვენ მოვიგებ თავს ჩვენ მოვიგებ თავს Stop.